ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 40 დღე რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია გირჩი. ისინი კანდიდატს შიდაპარტიული პრაიმერისით აირჩევენ. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. როცა არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუციები, როცა ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და როდესაც დიქტატურა ყარდება, სამშვიდობიანი პროტესტის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს ფიზიკურად, ეს ყველას კარგად ესმის, გარდა იმ ოპოზიციური ჭყალებში ძალებისა, რომელთაც უბრალოდ არც აქვთ ამის თავი, ან სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რის გამოც ისინი ამჯობინებენ იყვნენ სისტემური ოპოზიცია და არ იყვნენ რეალური ოპოზიცია. პარტიების მხრიდან, რომლებიც არ ემხრობიან არჩევნებს, ამ პარტიებმა შეწყვეტონ შეფასებები და გვითხრან, რა დღის წესრიგს თავაზობენ საკუთარ ამორჩეველს ბოიკოტის პირობებში და როგორ ებრძვიან დღესდღეობით რეჟიმს, რა ინსტრუმენტებით და როგორ აპირებენ, რომ საბოლოო გამარჯვება მოიპოვონ და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რას აკეთებენ. ამაზე უნდა ისაუბრონ და არა შეფასებებში შევიდნენ და შეაფასონ კონკრეტული კანდიდატები. მათ უნდათ ეხლა რომ ქართული ხალხი დააჯერონ, რომ რაღაცა სერიოზული ერთობა შეიძლება შექმნა, რომელმაც შეიძლება რაღაცა მართლობის სფეროში სიკეთე მოიტანოს. რატომ გონია მათ პატრონებს და მე აქ მათ აგენტურას რომ მართლა ასეთი სულელია ქართული ხალხი არ ვიცი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან ჭკვიანია ქართული ხალხი და მიიღებს შესაბამის დასკვნებს და გადაწყვეტილებებს. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და თვლის, რომ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან იზოლირებულია. ევროპარლამენტში ვერ მიიღწა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები დაწესებულიყო ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებმაც იძალადეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ამის გამო შემოვიდა დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და ეს არის უმძიმესი დანაშაული ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის ფაქტიურად მოღალატეობრივი ქმედება, იმიტომ რომ კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა არის. ისინი ყველაფერს აკეთებენ ახლა იმისთვის, რომ იზოლირება მოახდინონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის მხრიდან და პირისპირ დაგვტოვონ ოკუპანტ რუსეთთან. არც ერთი სამართლებრივი განაწესი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თეორიულადაც კი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. და ახლა თუ უბრალოდ ადგები და ცუდ ხასიათზე ვარ და არ მომწონხარ და ამიტომ ვაუქმებ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვით, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. კობახიძის თქმით, მდინარაძის კანდიდატურა პარლამენტს წარადგინება. მანამდე სუსის უფროსმა ანდრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკადრო გადაადგილებები მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება და ეს ყველაფერი ქართულ ოცნებაში არსებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე მიუთითებს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, იმ საკადრო გადაადგილებებს, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არჩება შტაბ-ეჭილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, სტაბილიზაციას რეჟიმის. ივანიშვილის ბანდა უბრალოდ ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება, ეს კლანური ბრძოლები კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს და განაპირობებს იმას, რომ თუნდაც ახლა იმ თანამდებობაზე, რომელზეც 6 წლით უნდა ირჩევდნენ კადრებს, ფორმალურად ირჩევენ რამდენიმე თვით. ეს საკადრო გადანაცვლებები არ ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, არც 5 თვის წინ და არც გუშინ არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება კლანურ ბრძოლებს, კლანური გადანაცვლებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულის
განაწილების პროცესებს. ეს გადაადგილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად არაფერს არ ცვლის, რა თქმა უნდა, FSB-ს ერთ-ერთ დანაყოფად ჩამოყალიბდა სუსი საქართველოში, ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი ტრაგედია, შესაბამისად FSB მართავდა ჰენრი ოხანაშვილის პირობებში და FSB მართავს მამუკა რინარაძის პირობებში. აქ განსხვავება არაფერში არ არის, მარტივ გასაზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. დაკავებული 8 პირიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავის სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 ამერიკული დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10,000 ამერიკული დოლარი, რომლის გადაცემისთანავე ისინი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოს და გლ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე დაეხმარებოდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70,000 აშშ დოლარი. 2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს 10,000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება.